ცოლიანი აკაცუკი შორიდან. Რასტიშტოს ეს? გაუშვი რასტიშტოს? ცოლიანი აკაცუკი. ცოლიანი აკაცუკი ის რო გვაქვს ბიჭო ის აკაცუკი რო ის შორს რო ცხოვრობს შორს ხო შორს რო ცხოვრობს მაგ აკაცუკზე მაქვს ლაპარაკი ცოლიანი აკაცუკი როგორ ჩავწერე რა შეიძლება ცოლიანი აკაცუკი გაუშვით ქმრიანი აკაცუკი გაუშვით ეს კაცი შენ ქმართან ერთად სურათს დადებ და 5000 ლაიკი გაქო მე რო ასეთი რაღაც გავაკეთო გამანადგურებენ 1 საათშიო იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გავაკეთე და შენ შემთხვევაში სოციოეკონომიკური სტატუსი გიცავს და საქართველოში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ეს რო პირველად გავიგონე მე ძალიან არ ყოი ზურგში რაღაც მაგრამ რაც უფრო მეც ვფიქრობ არის ეს მე ბავშვების ფაქტორი ვისაც რა უნდა ითქვას მაგრამ მე მაქვს მაინც შემგარი ოჯახი წარმატებული მეუღლე წარმატებული ბედნიერი ბავშვები ეს რაღაც თვალსაზრისით ჰომოფობებიც კი ამას ხედავენ. მე მიკეთებენ კომპლიმენტს, რაც მათი აზრით კომპლიმენტია, რაც ჩემთვის შეურაცხყოფელია. მაგალითად, ძმაო, შენ არ მაღიზიანებ, კაც მაინც გავხარ. ხო და ეს არის ძალიან ქართული არის აუ, მართლა, უცებისე მეცნო. არა, ძმაო, ეს მაკროგრესულია რა. ანუ ვერ ჩემპნელები რა. და ამას რა მოყვა? სტარმერის განცხადება რომ მოყვა. რო ამაყობს. ის ძალიან ამაყია. ყ. ზუსტად. აი, შეხედა? ეს ის შემთხვევა, როდესაც სრულიად გეთანხმები. ასეთ განწყობა იყოს სრულიად გამოყოფილი. მე სხვა რამე ვიგულისხმე. მეტი აღარ გავაგრძელო. სხვა რამე ვიგულისხმე. გავაგრძელო კი. ნუ მიგი მაგით ფიქრები ნუ მიდის. მე რა მიდის? სხვა რამე ვიგულისხმე. ხო, ყური ვიგულისხმე. გაუშვით. ვარ იმით რომ სოფლიოში ყველაზე გეი პარლამენტი ყავს. არ ამგონია რომ ამჟამად სოფლიოში ჩვენზე უფრო გეი პარლამენტი არსებობდეს. ამაყია. მაგრამ აი ხა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რა მოხდა წარმოიდგინე მალაიზიაში რა და რა კანონი მიიღეს რა. ყველაზე მაგარი. აი წარმოიდგინე მალაიზიის მთავრობამ ოფიციალურად ჩაანაცვლა ტერმინი LGBT გადახრილი კულტურით. რათა თავიდან აიცილოს მისი ნორმალიზაცია. გესმით ხელისუფლების წარმომადგენლებო? იცი რა არის კი ამ? ჩავანაცვლოთ რა ეს ტერმინი რა. მაგალითიც არსებობს რა. გადახრილი კულტურა. ჯერ ოღონდ იცი რა არის ან მარტო გადახრილი. ცუდი რომ ახლა რასაც ჩვენ საუბრობთ და რასაც შენ საუბრობ, აი ამ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, ეს საერთოდ არ არის ჰომოფობია. ჰომოფობიის არსსაც კი გიმახინჯებენ რეალურად ეს ტიპები რა აღქმას ჰომოფობიის. რეალურად მე უბრალოდ არ მინდა, როგორც მშობელს, მე არ მინდა, რომ აი ესეთი ტიპები მივარდებოდნენ მედიით სახლში. და მივარდებიან მედიით სახლში. და არ არის ეს ნორმა. არ არის ეს და არ იქნება ეს ამიტომაც მიიღეს მალაიზიის პარლამენტმა ეს პირდაპირ ეს LGBT ჩაანაცვლეს გადახრილი საერთოდ არ მაინტერესებს რა შვებიან საძინებელში რა შვებიან საერთო შეკრებებზე როგორ ერთობიან ამ დროს როგორ ატარებენ დაგონებან რა თავი რა მე მაინტერესებს ძალიან მე სახში ნუ მივარდებიან და ნუ ცდილობენ რომ ეს გახადონ ნორმა. როგორც ერთი პერიოდი იყო, ანუ როდის იყო? 8 წლის წინ იყო. მე მგონი რომ ეს ტიპები გამოვიდნენ და წარმოიდგინე რა სიძახიან რა, ეს ტიპი ახლა უკვე ამერიკაში ცხოვრობს, გახიზნულია. რას ნიშნავს, ანუ ახლა ესე ჩვეულებრივი წვრებია ჯვარს თუ იწერენ და ჩვენ რატო არ გვწერენ ჯვარს? აქ. არ არის ეს ნორმა. ხო, მაგრამ აქ არ მოხდება, ეგ ამბავი ლიზა და ძალიან ასერიოზული პრობლემა. არა, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ კაკრას ეს დამოკიდებულება ეხლა რაც ჩვენ გვაქვს, ეს ჰომოფობია არ არის. რა თქმა უნდა. უბრალოდ ეს არ არის ნორმა და დამთავრდა. მოშე ნორმალური არ არის რა. არა ხარ შენ ნორმალური არა, აი ეგ არის რა. ეს ზუსტად იგივე ტერმინი თუნდა ჩანაცვლეს საკაც, რომ ეს არ არის ნორმა რა. არ არის ნორმალური კი ბატონო რა. გადახრილი კულტურაა. სწორი ტერმინით ჩაანაცვლეს რა.